Asiye es arჭირდები. Ამას სიტყვებით კი არა, გამოხედვით მივხვდი. სხვანაირად მიყურებდა. ახლა ყველაფერი მორჩა. ვერ ვიჯერებ. გამოდის რომ ახლა დაბადებული ბავშვით გაშანტაჟებს? ვერ ვიჯერებ. ამ ქალის საქციელით გაუცებული ვარ. თუმცა ამბობენ რომ მამაკაცია სასტიკი. ახლა რას აპირებ? ყველაფერს მიატოვებ? ბავშვი უმამოდ გაიზრდება? კუთხეში მიგიმწყდია. მოგიწევს ცოლს დაუჯერო. მისი სათამაშო არ ვარ. არაფრის მიტოვებას არ ვაპირებ. თავის თავს დააბრალოს. Asies დაველაპარაკები და შეგარიგებთ. ასე რატომ ბრაზობ? ჭკვიანური სვლა იყო. ნუ ბრაზობ. ილიასი ისევ მოატყუებს. არ იდარდო. შერიგდებიან. ხედავ რა ხდება. მეგონი ჩვენ სახლში დაგაწინებდი. მამა შენის გვერდით. ამაზე რამდენით ვეოცნებობდი. როცა მუცლით გატარებდი. ზოგჯერ აქ მამა შენი მოტოციკლით მოდიოდა ხოლმე. ჩვენზე მნიშვნელოვანი მისთვის რა უნდა იყოს? ასე როგორ შეიძლება? ოჯახს დაკარგავ. ასეთი ჯიუტი რატომ ხარ? ჯიუტი არ ვარ დედა. იმას მივახციე, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი. ახლა გზახსნილია. როგორ შეიძლება ხაზი გადაუსვა ყველაფერს, რასაც ამდენი წელი დაუთმე? ეს დღე ჩამამწარა. კარგი. ზურგი შეაქციე პატარა ბავშვს. მალე ასიე გონს მოვა. დარწმუნებული ვარ. ასე არ მომექცევა. ცოლად გამომყვა. იცოდა ვინ ვიყავი. შვილო, ეს კონტრაქტი არ არის. იცოდა როცა მოყვებოდა, იცოდა როცა წავიდა. ურთიერთშეთანხმებით მოხდა ყველაფერი. ცხოვრების მანძილზე ადამიანი იცვლება. უამრავ ეტაპს გადის. მე და მამა შენ შემოგხედე. დედა მომისმინე. ჩემ ცხოვრებაში შესანიშნავი და საოცარი რა მოხდა. იამაყოს ჩემით. ცოტა მხარი დამიჭიროს. სხვაგვარად როგორ შეიძლება? ილიას. სინამდვილეში ასიეს არ სიამოვნებს ჰელინთან ერთად რომ გხედავს. ის ქალი გმართავს. გეხმარება, სამუშაოს გთავაზობს, ბიზნესს. ასიე თავისებურად მართალია. ამას რომელი ქალი აიტანს? ნუ გაგიჟდება. როცა ასიე ასე მიყვარს, სხვა ქალს როგორ შევხედავ? გამოდის რომ გარეთ არ უნდა გავიდე. თორემ ღმერთმა არქნას, ვინმე დავინახო და მომეწონოს. კარგი, არ გახვიდე. ახლა ცნობილი კაცი ხარ. გოგონები არ მოგასვენებენ. შვილო. იცოდე ძალიან ინანებ. ოჯახს გაუფრთხილდი. კარგი, ძილინებისა. არავით არის დედა და მამა. ჯერ ბიძა უნდა თქვა. ბიძა. ახლა გაიმეორე.
თითქოს შენი ესმოდეს. გაიწიე. ნუ და ტანჯე ამდენი ლაპარაკით. ესმის. ჩემი შვილს ესმის. ჯანკად, სამეცადინოთ არ მიდიხარ? წადი სკოლაში, წადი. სკოლაზე გამახსენდა, ხელი მოაწერე დედა. რაზე უნდა მოგვეწერა ხელი? საზაფხულო ბანაკში წასვლაზე. გადაწყვეტეთ გაუშვათ? წავიდეს. შორს არ არის. ერდექეშია. კარგი. სკოლის შემდეგ სიძესთან შეიარა და ხელს მოაწერს. არა, ასე არ გამოვა. საბუცხელი დედამ და მამამ უნდა მოაწეროს. მასწავლებლის მოთხოვნაა. ჩემო ლამასო. Kızım, შვილო, İlyas geldi salonda. ილიასი მოვიდა. სასტუმრო ოთახშია. შვილის ნახვა უნდა. Yeni emdir. ახლა ვაჭამე, ფრთხილად იყოს. Sen indir. შენ მიუყვანე. Bekliyor arabada. იფექი მანქანაში მელოდება. ბაზარში მივდივართ. Anne. დედა, Ay. Şu halime bak ya. მამას უყურეთ. Ay, onun için üzüldüm falan sandım. არ ეგონოს რომ მის გამო ნერვიულობ. ჩუმად შვილო, ჩუმად. მოიცა. შვილა, Gel. მოდი. Babana bakayım. მოდი მამიკოსთან. Dün kucağına bile almadım. გუშინ ხელშიც არა იყვანე. Çok meşgul. ჩხუბის მეტი არაფერი გაგიგეთებია. შვილა, Yeni emdi fazla. ფრთხილად, ახლა ვაჭამე. Büyüyünce შვილა. როცა გაიზრდები, ჩემი და დედა შენის პრობლემებს შენ მოაგვარებ. შვილა. ლაპარაკს როდის დაიწყებ? ben ne zaman ვიდრე გაიზრდები, ეს პრობლემაც გამწვავდება. თავად უნდა მოვაგვარო. Bu iş çok uzar. რა ვქნა? Bu işi ნამდვილად. ნამდვილად. Hatim მამა ბახათინ, ben მინდა ჩემი ცოლ-შვილი სახლში წავიყვანო. artık. ამას თავად გადაწყვეტს. Ya benim საფუძვლიანად უნდა დაველაპარაკო. siz bir tutun. ცოტა ხნით აიყვანეთ. Tutun. აიყვანეთ. Tamam mı oğlum? კარგი შვილო. მოიცა? საჰერ. არა. საჰერ. იფეკ.